რაც ცოდნის და გამოცდილების ადამიანური კაპიტალის სჭირდებათ კომპანიებს მომსახურების სექტორში. ამის დასადგენად ეკონომიკის სამინისტრო კვლევის ჩატარებას გეგმავს. უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოში შრომის ბაზრის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას დამსაქმებლების მოთხოვნებსა და მუშახელის უნარებს შორის არსებული უთანაბრობა წარმოადგენს. სამინისტროში აცხადებენ, რომ შრომის ბაზარზე არსებული ვითარება ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაბალია მოთხოვნის კომპონენტი, უმთავრეს პრობლემას კვლავ შრომის ბაზარზე სასურველი უნარების მქონე კვალიფიციური კადრის მოძიება წარმოადგენს. აღნიშნული ნეგატიურად აისახება ბიზნესის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რა ცოდნის და უნარების საჭიროებაა შრომის ბაზარზე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებელია გამოვლენილ იქნას კერძო სექტორის მოთხოვნები ადამიანური კაპიტალის საჭიროებებისა და განვითარების კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანური კაპიტალის საჭიროებების შესასწავლად დღის წესრიგში დგება მომსახურების სექტორში უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სიღრმისეული რაოდენობრივი კვლევის ჩატარება. იმაზე, რომ მომსახურების სექტორში კადრების დეფიციტი კვლავ მწვავედ დგას, საუბრობენ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ დარგში კადრების სიმცირის მიზეზი მრავალია. მათ შორისაა ქვეყნიდან მოქალაქეების გადინება და თავად ტურიზმის დარგის სეზონური ხასიათი. სტუმართ მასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ გამოწვევის გადაჭრის გზა მხოლოდ ფრაგმენტული ვერ იქნება და საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება. პრობლემა იმდენად დიდი არის ეს ვაკუუმი, მისი შევსება რთულად ხდება. და შესაბამისად თქვათ ერთი კადრის მეორე ადგილზე გადაყვანა უბრალოდ ეს არ ნიშნავს რომ ის რაც იქ ვაკუუმი შექმნა ის მარტივად ამოივსება. აქ არის საჭირო როგორც კერძო ისე სახელმწიფო სტრუქტურების ერთობლივი მუშაობა, რომელიც შესაძლებლობას მიცემს პროფესიული განათლების ხელშეწყობას, ეგრეთ წოდებულ რაც სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებულ დუო სისტემებს, სადაც დასაქმებული არის ადამიანი კერძო სტრუქტურაში და შესაბამისად ღებულობს ხელფას როგორც სახელმწიფოდან სწავლის პერიოდში, ასევე ღებულობს გარკვეულწილად ხელფას კერძო სტრუქტურიდან. ეს არის ის ძირეული აუცილებელი პირობები, რომელიც შესაძლებლობას მიცემს განვითარებას კადრების. დეფიციტის მიზეზია პირველ რიგში სეზონურობა და ამ სფეროს უკვე კადრები უყურებს იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება რაღაც არასტაბილურობამ მათი სამსახურის დაკარგვა გამოიწვიოს. შესაბამისად ცდილობდნენ დასაქმდნენ უფრო სხვა სექტორებში. ანაზღაურება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული პროფესიებისთვის ცოდნას, ამა თუ იმ პოზიციისთვის, მაგალითად თანამდებობრივი ინსტრუქციის მიხედვით გვჭირდება მიმტანები, გვჭირდება მიღება განთავსების სფეროს თანამშრომლები, დამწყები მზარეულები, ბარმენები. უმნიშვნელოვანესია მათი ცოდნა იმ კონკრეტული საქმისთვის, რაც მათ უნდა შეასრულონ, ასევე კომუნიკაციის უნარები. საკმაოდ მნიშვნელოვანია უცხო ენის ცოდნა, მნიშვნელოვანია მომსახურების სფეროს ცოდნა, ამიტომ გადამზადებისას თუ ყურადღება უნდა მიეცეს ამ უნარების სათანადოდ განვითარებას იმ პროფესიასთან ერთად, რაც მათ უნდა იმ საქმესთან ერთად, რაც მათ უნდა შეასრულონ. კადრების დეფიციტზე საუბრობენ სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად კომპანიებს ქვეყანაში უცხოელი მუშახელის შემოყვანაც სჭირდებათ. ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება სამშენებლო სექტორში კვალიფიციური მუშა პერსონალის ყოლა. პრაქტიკულად გვიწევს საკმაოდ დიდი რაოდენობა მუშა პერსონალის სხვა უცხო ქვეყნიდან შემოყვანა. ადგილობრივი კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ზრდასკენ ჩვენს მიერ მიმართული ძალისხმევა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ კომპანია მზარდია და კომპანიის ზრდასთან ერთად იზრდება მისი მოთხოვა კვალიფიციური მუშებთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის ერთ-ერთი გამოსავალი ალბათ არის და იქნება პროფესიული სასწავლებლების როლის ზრდა განათლებაში და ახალგაზრდა თაობაში, რომელსაც უფრო მეტი სურვილი, უფრო ჯანსაღი დამოკიდებულება ექნება სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით. იმ ფონზე, როდესაც თავადმთავრობა საუბრობს რიგ სექტორებში კადრების დეფიციტის პრობლემაზე, ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით მიიღო შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებები, რომლის თანახმად საქართველოში უცხოელების დასაქმება გართულდა. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ. ამ ფონზე ბიზნესი ამბობს, რომ მსგავსი რეგულაციები მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გატარდეს, რათა რიგ სექტორებში კადრების დეფიციტი კიდევ უფრო მეტად არ გაღრმავდეს. ჩვენ გვაქვს გარკვეული პოზიციების ტექნიკური, საინჟინრო, არქიტექტურული და სხვა მიმართულებით, როდესაც სასტუმრო სფეროს სჭირდება ისეთი დონის კადრები,
IT მიმართულებითაც, რომლებიც ბაზარზე არ არის მოძიებადი. ამიტომ, როდესაც ასეთ ცვლილებას ვიღებთ, ეს უნდა იყოს გარდამავალი 1-დან 3 წლიან რეჟიმში და დავიწყოთ იმ კადრების გადამზადება ადგილობრივ ბაზარზე, რომელიც როცა საჭიროება დადგება, უცხოეთიდან მათი შემოყვანის აუცილებლობა არ იარსებებს. თუმცა სრულ აკრძალვას მთლიანად კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ მოხდეს უცხოეთიდან კადრების დასაქმების მთლიანად შეზღუდვა, იმიტომ რომ ეს გამოიწვევს სერიოზულ ზიანს. ერთის მხრივ გამკაცრება სავარაუდოდ იგივე ჩვენი ქვეყნის ინტერესიდან გამომდინარე ალბათ აუცილებელია, თუმცა სასურველია რომ რაც შეიძლება მალე უფრო მოქნილი მექანიზმი არსებობდეს იმისთვის, რომ ეს არ გახდეს შემაფერხებელი პირობა პერსონალის შემოსაყვანად. თავარია გვესმოდეს, როგორი წესები და რიგებია, რა ინსტრუქციებია და ეს არ გახდეს, ესე ვთქვათ, შემაფერხებელი პირობა იმისა, რომ შემსრულებელი რესურსი, კვალიფიციური კადრი ვერ შემოვიყვანოთ. რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს მიერ შრომის ბაზარზე დაგეგმილ კვლევას, სატენდერო შესყიდვის აღწერის თანახმად, კვლევის საველე სამუშაოებს საქსტატი ჩაატარებს და მისი ბიუჯეტის 374,809 ლარი იქნება. ხელშეკრულების ვადები განსაზღვრულია 2025 წლის 21 ივლისიდან 2025 წლის 21 ნოემბრამდე.